ჩვენი საქმიანი მაყურებელი ქართულ სტარტაპს ბილიკი კარგად იცნობს, ასევე საზოგადოების ნაწილმა იცის, რომ ტექნოლოგიური სტარტაპის მოგზაურობის ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმა ბილიკი AI-ის დანამფუძნებელმა თორნიკე ცირამოვამ სტარტაპი დატოვა და ამის თაობაზე მან ინფორმაცია თავად გაავრცელა. Როგორც ის Facebook პოსტში აღნიშნავდა, სტარტაპის განვითარებაზე 5 წლიანი მუშაობის შემდეგ მზად არის საკუთარი გამოცდილება ახალ საქმიანობას მოახმაროს. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ბილიკის გუნდმა პირველი აპლიკაცია ბილიკი API 2020 წელს ჩაუშვა. მისი მიზანი მოგზაურებისთვის მათზე მორგებული ტურების დაგეგმაში ხელშეწყობა და სხვადასხვა მარშრუტების გენერირება იყო. 2023 წლიდან კი დამფუძნებლებმა მსოფლიოში პირველი ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებული ეკომეგობრული ტურიზმის პლატფორმა ბილიკი AI შექმნეს. რა მიმართულებით აგრძელებს მუშაობას თორნიკე ცირამოვა, თავად მოგვიყვება ის უკვე საქმიანი დილა სტუდიაში იმყოფება, დილომშვიდობის. მეკა დილომშვიდობისა, სტუდიაში მომზანებისთვის. მაყურებელს მიღულსა აღდგომის დღესასწაულს. ასევე გილოცავ შენ. და მოგობა ასეთი სასიამოვნო წარდგენისთვის. პირველ რიგში მოდი ბილიკით დავიწყოთ შენი გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღე, რას ეფუძნებოდა და შემდეგ ვისაუბროთ მომავალზე, რომელსაც ფიქრობ, რომ მიუძღვნა თავი შემდეგი წლების განმავლობაში. კი ბატონო, პირველი ვიტყვი რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი და ფაქტობრივად ბოლო წვეთი აღმოჩნდა საქართველოს შექმნილი მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, ქართული საქართველოში აპირებდნენ ჩამოსვლას ინვესტორები, უნდა ჩაიდოთ ინვესტიცია, იყო როგორც ინვესტორი, ბიზნეს ენჯელი და მეორე იყო ასევე ვენჩერული ფონდი და ჩვენ მქონდა გამოცხადებული მაშინ $9 მილიონიანი საინვესტიციო რაუნდი და ამით ფაქტობრივად ჩვენ ვახდენდით საშუალებას რომ ეს რაუნდი დაგვეხურა და როგორც მინიმუმ კიდევ დამატებით შესაძლებლობას მოგცემდა რომ ახალ ბაზარებზე შესულიყავით და ჩვენი საოპერაციო ნაწილი კიდევ უფრო მეტად გაგვემყარებინა. თუმცა ის მოვლენები რომელიც გამვითარდა 28 ნოემბრიდან საქართველოში რომელმაც ფთლიანად არია საქართველოში მდგომარეობა და ეკოსისტემა ამავდროულად დააზიანა ინვესტორებმა განაცხადეს უარი რომ ჩაედოთ ინვესტიცია ჩვენ სტარტაპში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომ ჩვენთვის აღმოჩნდა ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ასე ვთქვათ მიზეზი პრინციპში რომ დამეტოვებინა სტარტაპი და დღესაც ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ რომ სტარტაპის ფუნქციონირება როგორც მისი საოპერაციო ნაწილი შეჩერებული არის, ხელმისაწვდომი არის მომხმარებლისათვის, თუმცა ყველანაირი პროცესი შეჩერებული არის და მიმდინარეობს ასევე რაღაც პროცესები და ამაზე არ მინდა ვიჩქარო, უბრალოდ გაკეთებასთან დაკავშირებით. ამაზე მიმდინარეობს მუშაობა, არის გარკვეული დაინტერესება, თუმცა უახლოეს თქმა უნდა როგორც კი იქნება რაიმე ინფორმაცია, პირველ რიგში თქვენ გეტყვით. იყო თუ არა ვარიანტი ასე ვთქვათ, რომ გასულიყავით ბაზრიდან, ანუ სტარტაპი საქართველოსდან გასულიყო, სხვაგან დაეწყო ასე ვთქვათ, რეგისტრაცია გაიარა და ოპერირება იქიდან გაიგრძელებინა. იყო შემოთავაზებული. ბაზრის თვითონ პროდუქტის კონცეფციიდან გამომდინარე, თავიდანვე ჩვენ თავიდანვე დაგეწყოთ, ხო? თავიდანვე საიტი ბაზარზე. დიახ, თუმცა ჩვენ თავიდანვე საერთაშორისო ბაზარზე ვიყავით გათვლილები, ჩვენი მომხმარებლების თითქმის 40% შეერთებული შტატებიდან იყო, ევროპიდან და ასევე სხვა ქვეყნებიდან, ამიტომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რაც იყო სწორედ ჩვენი სტარტაპის შეშვების ის იყო, რომ ჩვენ დავინახეთ ძალიან დიდი საერთაშორისო ბაზარზე პოტენციალი და ამავდროულად ის ეკომეგობრული ბაზარი, რომელიც განვითარებული არის განსაკუთრებით ამერიკაში თუ დასავლეთ ევროპაში. კი ბატონო, ხო, ამაზე ჩვენ საუბრობდით ხოლმე, რომ ბევრი სტარტაპი მათ შორის ჩვენთან ამბობდა, რომ ინვესტორები, რომლებიც არიან მათ კომპანიებში, სტარტაპებში, venture ფონდები იქნება თუ angel ინვესტორები, უკვე არ იყო მაშინ ხო ინვესტიციის გატანა საუბარი, უბრალოდ დამატებით ვერ იზიდავდნენ ინვესტიციებს. აგერ მაგალითი იმისა, რომ რეალურად ხელშემშლელი ფაქტორია, ხო? შენ ასევე ურთიერთობა გაქვს ადამიანებთან, ვინც ამ სექტორში არიან, დიდი ხანია ჩართული, ახლა ბაზარზე რა ვითარებაა, როგორია მოცემულობა და ამ საფრთხეების წინაშე არიან თუ არა რეალურად დღეს სტარტაპები, რომელსაც ჩვენ კარგად ვიცნობთ და რომელიც წლები უკვე ვითარდებიან და არა მარტო თქვათ angel ინვესტორებისგან მოძდული აქვს ინვესტიციები, არამედ სახელმწიფოსგანაც გრანტები ასე თქვათ ჯიტას გაცემული აქვს, ანუ რაღაც რესურსი ასე თქვათ ჯიტასაც ჩადებული აქვს გამართულებით. ხო, მოდი დაუბრუნდები პირველ კითხვას, რომელიც ეხება ჩემს საქმიანობას და მე გადავალ ამ კითხვაზე, მე დღესაც ვაკეთებ და მაშინაც დავწერე და მაშინაც ვთქვი, რომ მე ვრჩები ამ ეკოსისტემაში, ვრჩები სამეწარმეო საქმიანობაში, რაღაცა მოწამლული ვარ ამ სფეროთი ძალიან და ვაგრძელებ ისევ ჩემ კონტრიბუციას, ჩემი გამოცდილების გაზიარებას, ტრენინგების, სხვადასხვა კონსულტაციების მიმართულებით, როგორც კომპანიებში, ასევე სხვადასხვა აკსელერატორებში და ასევე ზადვარ მივიღო ნებისმიერი საინტერესო შემოთავაზება, რომელიც ჩემთან ღირებულებასთან მოდის. რაც შეეხება მდგომარეობას. მდგომარეობა მოდი ვიტყვი, რომ არ არის მარტივი და არ არის სახარბიელო. დღეს მათ შორის ჩემს კერძო საუბრებში საუბარი არის, რომ ბევრი სტარტაპერი ფიქრობს უკვე რომ გადავიდეს სტარტაპიდან
კერძო და უფრო კორპორატიულ ნაწილში. ამავდროულად ბევრი სტარტაპი ფიქრობს, რომ და გადარჩენაზე არის დღეს საქმე, ფაქტობრივად ხშირად საუბრობენ ხოლმე, რომ ეს არის ის წელი, როდესაც გადაწყდება რეალურად ჩვენი სტარტაპის ბედი. ეს არის პირად საუბრებში, რასაც ასევე ვისმენ. ამიტომ ეს მდგომარეობა ფაქტია აისახება როგორც ინვესტიციების ნაწილზე, იმიტომ რომ საქართველოში ინვესტიციების ნაწილი საკმაოდ მოკლებული არის. პირდაპირ უცხოური ინვესტიციები შემცირებული არის 30%-ით. რაც ძალიან დიდი მაჩვენებელი არის. ანუ ბოლო 2 წელში ვაკლება მთლიანად ინვესტიციების შემოდინება. ოთან ისე ტრადიციულ სექტორებში. ბუნებრივია და მათ შორის იგულისხმება ასევე სტარტაპ ეკოსისტემაშიც. და ის სტარტაპები, რომლებმაც მოახერხეს მეტნაკლებად საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა, ისინი უფრო მეტად შედარებით მდგრადები არიან და უფრო მეტად პოზიციონირებენ უკეთ ბაზარზე. სხვა მხრივ მდგომარეობა არის გართულებული ისევე სტარტაპები, რომლებიც ასევე არიან ჯიტას ბენეფიციარები, ჯიტას თავარი ერთ-ერთი მიზანი უნდა იყოს, რომ ამ სტარტაპებმა იფუნქციონირონ, განვითარდნენ და საქართველოს შეიქმნას ინოვაციები და ტექნოლოგიები და მათი ხელშეწყობა მნიშვნელოვანი არის. ცხადია ვერ დავუკარგავთ იმ 8 წელს, რომელიც ჯიტას გააჩნია ბოლო 10 წელში, რომელმაც შექმნა მნიშვნელოვანი ეკოსისტემა საქართველოში. ხარ, პრობლემა თან ის კი არ არის რაღაც პირველი რიგის რომ თქო შეიძლება სტარტაპიდან 8 ამბერი მუშაობს. ეს ბუნებრივია. მოცემულობა ბუნებრივია, მაგრამ აქ არის საუბარი არა ბუნებრივ ხელისშემშლელ ფაქტორებზე, რომლებიც სტარტაპებს ხო უშლის განვითარებას, თორემ ხა 10-დან შეიძლება 8 არ განვითარდეს, მაგრამ ესე არის. ზოგადად სტატისტიკა აჩვენებს, რომ 100-დან 99 სტარტაპი განიცდის წარუმატებლობას, თუმცა აქ კონტექსტი არის მნიშვნელოვანი. ამ კონტექსტმა ამ მდგომარეობამ დააჩქარა სწორედ სტარტაპების ან სტაგნაცია, ან უკუსვა, ინვესტიციების ნაკლებობა საქართველოში, ისედაც საქართველოს პოზიციონირება სტარტაპ ეკოსისტემის რუკაზე მსოფლიოში რთული იყო, ბოლო პერიოდში თითქოს განვითარდა, თუმცა დღეს ისევ უბრუნდებით იმ ნიშნულს, რომელიც ჰქონდა რამდენიმე წლის წინ. ამიტომ ეს მონოპოლარი, რა თქმა უნდა, არ უნდა დავკარგოთ და უნდა შევინარჩუნოთ. ხო, მე ვახსენებ ტრადიციული ეს თქო სექტორები, იმიტომ რომ ანუ რეალურად იქაც შემცირებული ინვესტიციები სტარტაპ ეკოსისტემაში უფრო მეც ნიშნავს შემცირებას, იმიტომ რომ აქ რისკები მეტია, შესაბამისად, ბაზარს უყურებს ინვესტორი, როცა ისედაც რისკიანია თქო სტარტაპის მიმართულებით ინვესტირება, უფრო რაღაცა დამძიმებული რისკებით უბრალოდ არ შემოვიდა. აი ბოლო წლებში რა ვიღოთ მაგალითად, რა ვიღოთ თუნდაც რამდენიმე ქვეყნის მაგალითი, საქართველო, პოლონეთი, ესტონეთი, ისრაელი, ხო? ხადია ვერ ვედრებით ჩვენ აი ამ ქვეყნებს და გაცილებით დიდი და განვითარებული ბაზრები არის, თუმცა დინამიკა როგორიც არის ამ ბაზრებთან შედარებით, ჩვენთან არის შემცირებული ინვესტიციების ნაწილი სტარტაპ ეკოსისტემაში გულისხმობ და სხვა ქვეყნებში სტაბილური ან მზარდი დინამიკა ხდება. პრობლემა ხო არ იქნება ეგ მოტივაციისთვისაც, ადამიანებისთვის, ვინც ამ მიმართულებით მუშაობენ საქართველოში. შეიძლება ჩნდებოდეს რისკები, რომ უბრალოდ წავიდნენ სხვა ქვეყანაში გავწევდნენ. ბუნებრივია. დღეს ხდება საქართველოსდან ტალანტების გადინება. მარტო 2023 წელს 300,000-მდე ადამიანმა დატოვა საქართველო. აქედან 70% არის 30 წლამდე ადამიანი. 30 წლამდე ადამიანში იგულისხმება ის ტალანტები, რომლებმაც უნდა შექმნას საქართველოში მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ, ეფექტი. სტუდენტები იქნებიან, ახალგაზრდები იქნებიან სხვა თაობის შედარებით, ესენი გადიან ქვეყნიდან. მათ შორის დემოტივაციაზე თუ როდესაც არის საუბარი, ცხადია ეს მოვლენები აისახება პირდაპირ მოტივაციაზე და მე უკვე საქართველოში კი არ მივიღებთ სტარტაპებს. არამედ ეს ქართველი ტალანტები შექმნიან უცხოეთში სტარტაპებს. ჩვენი მთავარი მიზანი რა უნდა იყოს დღეს რა, რომ ქვეყანა იქცეს ერთგვარ ჰაბად, როგორც რეგიონში და ვიქცეთ კავკასიის რეგიონში და აღმოსავლეთ ევროპაში ჰაბად როგორც არის ისრაელი, როგორც არის ესტონეთი. ხო. რისი რეალური პოტენციალიც გვაქვს? ქონდა თუნდაც ადამიანური რესურსიდან გამომდინარე, თუნდაც ინტელექტიდან გამომდინარე, თუნდაც რაღაც ინოვაციური მიდგომიდან გამომდინარე, რომელიც ქართულ სტარტაპებს ქონდა და აქვს ხომ მიმდინარე პერიოდში. კი, გეტყვით რა, ბოლო წლებში ძალიან ბევრ ტალანტს ხვდები, მათ შორის სტუდენტებს, რომლებიცაც აქვს ძალიან მაგარი იდეები, ინოვაციური იდეები, ტექნოლოგიური იდეები და აი ამ ტალანტების სწორად გამოყენება, სწორი მიმართულების მიცემა მე შედეგად მოგვცემ ძალიან დიდ პროდუქტს, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ქვეყანაში შეიქმნება მნიშვნელოვანი ინოვაციური პროდუქტები, რომლებიც არა მხოლოდ საქართველოსთვის იქნება, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ამიტომ ამის სწორი მიმართულებით გაშვება, გამოყენება იქნება ერთ-ერთი მთავარი მიზანი ახლა.
კი ბატონო, შენი ჩართულობის და გამოცდილების გაზიარების იმედიც მაქვს. თორნიკე წარმატებები და გისურვებთ. თორნიკე ცირამო იყო ჩვენთან ერთად სტარტაპერი, ბილიკი AI-ის თანადამფუძნებელი, როგორც ვახსენეთ, ბილიკი ამ ეტაპზე, ასე ვთქვათ, მის საოპერაციო საქმიანობა აქტიური არ არის, ჯერჯერობით რაღაც შეჩერებულია, თუმცა გისურვებთ წარმატებებს სხვა მიმართულებითაც, რომელსაც ჩაიფიქრეთ მომავალში.